ბათუმელი ჟურნალისტისა და ფოტომოყვარულის დათო ტრაპაიძის ექსპოზიცია გაიხსნა პრესკაფეში. ფოტოგამოფენის თემატიკა მრავალფეროვანია ღამის ბათუმის ზღვაწვიმიანი ქალაქი ფოტოხელოვანის ობიექტივში მოხდა. გამოფენის შემდეგ გაიმართა ფრანგი რეჟისორის ფრანსის ვებერის ფილმის ვახშამის ცულებთან ჩვენება. პროექტის ფარგლებში სულ 7 გამოფენაა დაგეგმილი. 30 ნოემბერს დასკვნითი საღამო გაიმართება, სადაც დაგეგმილია ფოტონამუშევრების დაკითხვა. თემატურადაც საინტერესოა, რადგან განსხვავებული ფოტოგრაფის განსხვავებული თვალით დანახული სამყაროს სვეტებით ამ შემთხვევაში. ერთი ორი ფოტო იყო ძალიან ორიგინალური და საინტერესოდ დანახული და მთლიანობაში საინტერესოა. პრინციპში ის ფოტოებია საინტერესო, რომელსაც მრავალმხრივი კუთხე აქვს. და ამ ფოტოებშიც ჩემი აზრით შეინიშნება რამდენიმე ასეთი ფოტო. ამ გამოფენისთვის სპეციალურად არ მიმუშავია, ეს იყო საშუალება, რომელიც მოგცა ორგანიზატორებმა, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, ამორჩეული ფოტოები გამოგვეფინა პრესკაფეში. მე მომცენ საშუალება, რომ ფოტოგრაფების წრეს გავრეოდი და მეც, ასე ვთქვათ, ფოტოგამოფენაში მიმეყო მონაწილეობა. მეორე, ხელოვან ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ თვითრეალიზაცია მოახდინა.